ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ point text და area text ტექსტების შექმნის შესახებ ილუსტრატორში. სანამ გაკვეთილზე გადავალთ, შეგახსენებთ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობას მოგცემს განვავითაროთ არხი და უფრო მეტი საინტერესო კურსი შემოგთავაზოთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის გრაფიკული დიზაინი, საოფისე პროგრამები, ვებ პროგრამირება, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და სხვა მრავალი. თუ კი გსურთ გამოიყენოთ და გქონდეთ ეს გრაფიკული მასალა, რომელიც კურსშია გამოყენებული, მოგწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ყველა გაკვეთილის გრაფიკულ მასალას. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ გაკვეთილზე. ილუსტრატორში ტექსტის შექმნის ორი მონაცემი არსებობს. point text და area text. ამ თემაში მე გაჩვენებთ, როგორ უნდა შექმნათ ტექსტის ორი სახეობა და განვიხილავ, როგორ უნდა გამოიყენოთ ერთი ან მეორე. ტექსტის შექმნის ყველაზე მარტივი გზაა point text. თქვენ შეგიძლიათ დააწყაპოთ ხელსაწყოების პანელზე, ხელსაწყოზე text type, რომელიც ტექსტს ქმნის, აი ამ ხელსაწყოზე, კურსორს ხედავთ, როგორ გადაკეთდა, ან დააწვეთ კლავიატურაზე ასოს T. გააქტიურდება ტექსტის შექმნის ხელსაწყო. იმისაც რომ შექმნათ point text, დააწყაპეთ ეკრანის ნებისმიერ ადგილას ერთხელ, ანუ იქ სადაც გინდა ტექსტის შექმნა, თავის მარცხენა ღილაკზე, მაგალითად აი აქ. დოკუმენტში ავტომატურად იქნება გამოსახული ციმციმა კურსორი, მე ხა example ტექსტი მაქვს აქტიურებული პლაგინი, მაგრამ აი ესეთი თუ წაშლით ამ სანიმუშო ნიმუშის ტექსტს ციმციმა კურსორი იქნება გამოსახული, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკრიფოთ ტექსტი. ტექსტის შეყვანის შემდეგ, მაგალითად შევიყვანოთ GPR Lab, ეს ტექსტი. აირჩიეთ ხელსაწყო selection tool, თქვენ დაინახავთ, რომ გამოსახული იქნება ჩარჩო მარკერებით ტექსტის გარშემო. განსხვავება point types-ა და area types შორის იმაშია, რომ პირველი არ ქმნის საბოლოო ტექსტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თეორიულად ტექსტის ხაზი დასაშვებია გაგრძელდეს უსასრულოდ, ეს სტროფი გაგრძელდეს უსასრულოდ. სანამ მე არ ჩავსვამ hard returns, ანუ არ დავაწვევი enters, აი აქ enters თუ არ დავაწექი, მეორე სტროფზე არ გადმოვა არანაირად. ეს არის point text-ი. area type-ის ტექსტის შემთხვევაში თქვენ განსაზღვრავთ ნაწილს, რომელშიც მოთავსებულია ტექსტი. ისევ ავიღოთ T type-ი, ხელსაწყო, დავაწვეთ დოკუმენტში თავის მარცხენა ღილაკზე, არა უშუალოდ და მოვხაზოთ მართკუთხედი, რომელშიც რაიმეს ავკრიფავ. მაგალითად აი აქ, აი ესე. აი ესე. ხედავთ მართკუთხედია, აქ კურსორი ისევ ციმციმა იქნება და აი აქ ავკრიფავ მაგალითად GPR Lab, თქვათ ქართულენოვანი კურსები. ქართულ, ოღონდ შრიფტს შევარჩევ, რა თქმა უნდა, ეს შრიფტი არ გამომადგება თავისთავად, ავიღოთ პრინციპში მხოლოდ ქართულ ტექსტს მოვნიშნავ, სხვანაირად არ გამოვა. და ავიღოთ მაგალითად ეს შრიფტი, ქართულ ენოვანი კურსები. და ავიღოთ ისევ select ხელსაწყო. თუ კი ტექსტის მოცულობა ცდება ჩარჩოს, ის არ იქნება გამოსახული ჩარჩოში და დაფარული იქნება. მე შემიძლია ავიღო ხელსაწყო selection, როგორც ახლა ავიღე. და გავზარდო ჩარჩოს ზომა სიმაღლეში ან სიფართეში საჭიროების მიხედვით, თაგვის მარცხენა ღილაკი ჩარჩოს საჭირო მხარეს საზღვარზე მარკერზე ჩაჭიდებით. მაგალითად აი ასე, ან აი ასე დიაგონალურად და ხედავთ ტექსტი ჩვეულებრივად დაეტია, გადმოვიტანო სადმე აქ ეს ტექსტი, ხედავთ. აქ ასოთ აგვაყდა, B ჩავამატოთ. და ავიღოთ ისევ selection. აი ესე შემიძლია ჩარჩო გავზარდო. ამაშია შესანიშნავი განსხვავება area type-ის point type-ისაგან.
როდესაც ქმნით text area type-ით და ტექსტი არ ეტევა, შეგიძლიათ ხელს უწოდოთ selection, გაზარდოთ ჩარჩოს ზომა საჭირო ზომებად. გარდა ამისა, ორივე მეთოდი შეგიძლიათ გარდაქმნათ ერთი მეორეში. მაგალითად, მე შემიძლია ხელს უწოდოთ selection, გამოვყო point type-ი, აი ეს ტიპი ტექსტის, გადავიდე მენიუში type და შევასრულო ბრძანება convert to area type. და ის გარდაქმნილი იქნება ხელად აი მარკერებით, თეთრი მარკერები გავუსვდა area type-ში. იგივეს გაკეთება შემიძლია area type-ის ტექსტზე, ანუ გარდაქმნა ის იგივე მოქმედებებით point type-ში. მაგალითად, მოვნიშნო, გადავიდე type-ში და მივუთითო convert to point type და როგორც ხედავთ, გარდაქმნილი იქნება point type-ში, მაგრამ გადასვლებს დაიმახსოვრებს ასეთ შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ area type-ის ჩარჩოში ორჯერ ჩააწყაპოთ და დაარედაქტიროთ ტექსტი. ორივე ტექსტი შეგიძლიათ გადაადგილოთ ხელსაწყოთის selection საჭირო ადგილას, სადაც გსურთ. ორივე ტექსტის შემთხვევაში შეგიძლიათ ორმაგი წყაფით ჩააწყაპოთ, აირჩიოთ შრიფტის ტიპი, თუ კი აქვს გამუქება შრიფტს bold-ი, როგორი ტიპი გინდა, თვითონ შრიფტი შეგიძლიათ აირჩიოთ, შრიფტის ზომა შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ განსაზღვრული ზომა მაგალითად 100-იანი მინდა. ხო, არ არის, შეგიძლიათ მონიშნოთ და ჩაწეროთ 100 და დააწვეთ enter-ს. Ну, რა თქმა უნდა, ტექსტი მონიშნულ მდგომარეობაში უნდა იყოს, ამავე თქვა, აი ესე. და ნუ ხედავთ ახლა უკვე რადგან area type-ად არის გარდაქმნილი, ის აღარ ეტევა, შესაბამისად მოვნიშნავ selection-ით ამ ტექსტს, გადავალ type-ში და ვეთქვი convert to point type. Yes, ვეუბნები, დიახ, გარდაქმნილი და ნუ არ დაეტია ფიზიკურად, ნუ მოდით მაშინ გავშალოთ აი ეს ტექსტი. ნუ დიდია საკმაოდ შრიფტი და აი ხედავთ, ნუ არ ეტევა ფიზიკურად ტექსტი მასში. ნუ საკმაოდ დიდია 100-იანი შრიფტი. აი ესე შეგვიძლია ორი ტიპის ტექსტი შევქმნათ, point type და area type. თქვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მოიწონეთ ვიდეო თუ კი მოგეწონათ გაკვეთილი და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.